თანატოლებს შორის გახშირებული დანაშაულის წინააღმდეგ დღეს სკოლა-ლიცეუმ თაობა 21-ის მოსწავლეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ცივი იარაღის ტარებას, რომელიც კანონით 21 წლამდე იკრძალება, პედაგოგები სისტემატიურად აკონტროლებენ, თუმცა მისი გამოყენების შემთხვევები საკმაოდ ხშირია. ფსიქოლოგთა აზრით, მოზარდებს შორის გახშირებული ძალადობის მიზეზი საზოგადოებაში დაგროვილი აგრესიაა. კანონი 21 წლამდე იარაღის უკანონო ტარებისთვის 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. განმეორების შემთხვევაში კი დამნაშავეს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საპროტესტო აქცია მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში დასრულდა. არა იარაღი, არა ძალადობა, ძირს იარაღი. ამ ლოზუნგებით დღეს სკოლა-ლიცეუმ თაობა 21-ის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა აქცია მოაწყვეს. ამ სახით მოსწავლეებმა თანატოლებს შორის გახშირებული კრიმინალური ქმედებები გააპროტესტეს. ახალგაზრდობაში კრიმინალის რიცხვის გაზრდის, რომ გაიზარდა რა კრიმინალი ახალგაზრდობაში, აი მის საწინააღმდეგოდ გამოვდივართ ჩვენი გულისწყებელი გამოვთქვით ამით. ხოლო ჩვენს ამის ზარადობის წინააღმდეგ გავილაშქრეთ რა, ახლა ჩვენ ეს 1 საათიანი თუ საათნახევრიანი აქციით გავილაშქრეთ ამ ზარადობის წინააღმდეგ. ჩვენი დევიზი არა იახტი და ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენ გვინდა რომ ამ აქციით ყველას მივუწოდოთ დაკანონი იარაღები და ციგნის აიღონ ციგნი ხელში, რაც მათ მოვალეობა და ისწავლონ. მოსწავლეთა მსვლელობა აღმაშენებლის ქუჩიდან დაიწყო, მათ გზად საჯარო სკოლების მოსწავლეებიც უერთდებოდნენ. აქციის მიზანი სკოლის მოსწავლეთა შორის გამეფებული ძალადობის აღმოფხვრა. მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით დღეს მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც. ეს ყველას უნდა გამოვიდეთ და შევუერთოთ საზოგადოებას, რადგან მოუწოდოთ ყველას, რომ არ უნდა მოუკლათ ამდენი ადამიანი და ყველამ უნდა გავერთიანდეთ ამისათვის. ვხატავ ამ დანას და უარყოფ ამ დანის წარებას ამ სკოლაში, იმიტომ რომ არ მინდა ხლანდელი თაობა გაფუჭდეს და იმის მომხრე ვარ, რომ ძალადობა და ძალადობა არ იყოს არ ჩვენ სკოლაში და არ ჩვენ ქვეყანაში. პედაგოგთა განცხადებით მოსწავლეთა შორის გახშირებული ცივი იარაღის ტარებას ისინი ყოველდღიურად აკონტროლებენ. კვირაში ერთხელ კი აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით სემინარები utარდებათ. მაქსიმალურად გამძაფრებული გვაქვს ყურადღება უცხო პირების შემოსვლაზე. ვცდილობთ ყოველდღიურად რომ გავაკონტროლოთ ბავშვი არ კონდეს ჯიბეში იარაღი, არ კონდეს რაღაცა ისეთი ნივთი, რომელიც შეიძლება გამოიყენოს და ვცდილობთ კვირაში ერთხელ მაინც ყველა ბავშვს ყველა კლასში ჩავატაროთ ლექცია იმის შესახებ, რომ იმეგობრონ, შეეცადონ დიალოგით ერთმანეთში მოაგვარონ თავიანთი პრობლემები და მარტივი დიალოგით, საუბრით, ურთიერთშეთანხმებით ყოველგვარი რაღაც ნივთების და იარაღების ჩარევით შეძლონ თვითონ თავიანთი პრობლემების გადაწყვეტა. იურისტების აზრით გახშირებული კრიმინალური ქმედებების მიზეზი საზოგადოებაში დაგროვილი აგრესიაა. კანონის თანახმად 21 წლამდე მოზარდებს შორის ცივი იარაღის ტარება აკრძალულია. იმ შემთხვევაში თუ კი არასრულწლოვანს ამ ბრალდებით დააკავებენ, იგი 2000 ლარით დაჯარიმდება. დანაშაულის რამდენჯერმე განმეორების შემთხვევაში კი 21 წლამდე ასაკის მოზარდს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 21 წლამდე ასაკის პირს აგრეთვე ასამართლებს, აგრეთვე ნარკოტიკებისათვის ადმინისტრაციულ სახელდადებულ პიროვნების მიერ ცივი იარაღის ტარება ისჯება სისხლის სამართლებრივად და სასჯელად გათვალისწინებული არის მხოლოდ ამ შემთხვევაში ჯარიმა. როგორც ვიცით, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი და თუ ეს დანაშაული იქნება არაერთ გზის ან იმის მიერ ჩადენილი, ვინც ნასამართლებია ძიმე ან განსაკუთრებული ძიმე დანაშაულისათვის, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა განსაზღვრულია 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. მოსწავლეთა საპროტესტო აქცია დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში დასრულდა, სადაც მოსახლეობასა და ბავშვებს შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა. არადედის გინებას ამ ლოზუნგი და ტრანსპარანტები დღეს სკოლა-ლიცეუმ თაობა 21-ის აღსაზრდელება აქცია გამართეს მოსწავლეებისა და პედაგოგების მსვლელობა აღმაშენებლის ქუჩიდან დაიწყო და 6 მაისის პარკში დასრულდა. აქციის მიზანს დედისა და ზოგადად ქალისადმი მოზარდთა მხრიდან პატივისცემის დადასტურება წარმოადგენდა. მსვლელობის დროს მოსწავლეებმა ქალბატონებს 8 მარტი წინასწარ მიულოცეს და ისინი მინდვრის დაიგულებით დაასაჩუქრეს. დღევანდელი აქცია მოსწავლეთა ინიციატივით მოეწყო სკოლა-ლიცეუმი თაობა 21 მსგავსი აქციის გამართვას მომავალშიც აპირებს. ჩვენ დედას უნდა მივაგოთ პატივი. რადგან ეს ადამიანი ჩვენ თელ ცხოვრება გზდის, გზნას და გვიცავს ყველანაირი პროტესტები. და ჩვენი მიზანია რა ჩვენ ქუჩებში და საქართველოში არავინ შეიგინოს დედა. იმიტომ გამოვედით აქ რომ არ მოგწონს, როდესაც ქუჩაში ბავშვები იგინებიან და გადავწყვიტეთ რომ ეს აქცია გაგვეკეთებინა. დღევანდელ ახალგაზრდობაში არსებული ამ მართლას და კრიზისული ვითარებით და გვინდა ამ აქციით გამოვიდეს გულისწყეველი და სურვილი იმისა, რომ დედის გინება ნაკლების ხშირად იყოს ჩვენ საზოგადოებაში. თანაც ხვალ 8 მარტია, როგორც ისეთ კალთა საერთაშორისო დღე და გვინდა ყვავილებით მივულოცოთ მათ ეს მართლასაც უფასი დღე.
ჩვენ უფროსებს შეგვითახვდნენ ეს მათი სურვილი იყო, რა თქმა უნდა, გადავხედეთ, ჩვენაც მივაწოდეთ ჩვენი აზრი, უფრო შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი რომ ყოფილიყო და არა მხოლოდ ტრაფარეტურად წამოსულიყავით და უკან გაუქმებულიყავით, მათ აქვთ თავიანთი ლამაზი სიტყვები, სურვილები, ეს ტრანსპარანტები რაც გააკეთეს, რომ ერთხელ კიდევ შევახსენოთ მათ თანატოლებს უფროს თაობასაც, რომ ქალს, დედას და პიროვნებას სჭირდება თბილი სიტყვა, არა მარტო სარვა მარტოთ, არამედ ყოველთვის.